სიამოვნებით გავფართოვდებოდით ხვალინდელი დღის პროგნოზი რომ გქონდეს. ამის შესახებ BMG-სთან ატენის ხეობაში, სოფელ წედისში მდებარე მეღვინეობა ანდროს ვაინ არტის დამფუძნებელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა. მისივე ცნობით მეღვინეობას განვითარების პოტენციალი აქვს, რასაც გასული წლის მოსავალიც ხელს უწყობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა, მეღვინე რაიმე პროგნოზისგან თავს იკავებს. ბარნოვი დასცენს, რომ განვითარების ნაცვლად მარანმა მიმდინარე პროექტები დააპაუზა. მეღვინეობა ანდროს ვაინ არტი ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ნატურალურ, ქართლისა და მცირე რაოდენობით კახურ ღვინოს თავაზობს, რომელიც რამოდენიმე წელი ვარგდება და შემდეგ უკვე ბოთლებში ასხამე. მეღვინეობა წლიურად დაახლოებით 12-15 სახის ღვინოს აწარმოებს, რომელთა მოცულობები წარმადობის პიკზე 8000 ბოთლს არ ცდება. ბარნოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი ღვინო ძირითადად ექსპორტზე იყიდება, ხოლო მორჩენილი ღვინო შეზღუდული რაოდენობით ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებსა და რესტორნებში ნინიას ბაღი იყიდება. ტექსტილის დარგში კრიზისია, მცირდება პროდუქტის ექსპორტი, ადგილობრივი სამკერვალოები კი იხურება. 2025 წლის პირველ ორ თვეში ადგილობრივად შეკერილი ტექსტილი ნაწარმის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და 25,400,000 დოლარი შეადგინა. თუ დარგი საერთაშორისო ბრენდებისთვის რამდენიმე წლის წინ საინტერესო იყო, ეს დღეს ასე აღარ არის. გაიზარდა ხარჯები, უცხოური კომპანიები კი შეკვეთების ღირებულებას არ ზრდიან, რის გამოც ადგილობრივი ბიზნეს შეკვეთის აღება აღარ უღირს. უნიფორმების მწარმოებელ სამკერვალო უნისტილის დირექტორი ნატალია ჩხეიძე ამბობს, რომ უცხოელი დამკვეთებისთვის საქართველოს ადრე თუ იაფი მუშახელის გამო მიმზიდველი იყო, დღეს ეს ასე აღარ არის. მისი შეფასებით, იმის გამო, რომ სამკერვალო კომპანიების შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე გადართვა მოუწიათ, რომელიც ნაკლებად შემოსავლიანია. FS საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით, ლუდის ინდუსტრიამ გასული წელი გაყიდვების 1.5%-იანი ზრდით დაასრულა. საქმის კურსთან ინტერვიუში ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა, რომ თუ 2023 წელს ბაზრის მთლიანი მოცულობა 131 მილიონზე მეტი ლიტრი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 133 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა, რაც 1.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ვენჩურული კაპიტალის პირველი ქართული ფონდი Future Lab კალიფორნიის შტატის ბერკლის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტული სტუდენტებთან თანამშრომლობით ქართული სტარტაპისთვის საინვესტიციო მზაობის გზამკვლევს ამუშავებს. როგორც Future Lab-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე BMG Drive-ის ეთერში აღნიშნავს, კვლევის მიზანია სტარტაპებს ინვესტორების აღიარებამდე მისასვლელი გზა გაუმარტივოს. როგორც Future Lab-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, კვლევის შედეგების მიხედვით ერთგვარი სახელმძღვანელო შეიქმნება, რომელიც არამხოლოდ Future Lab-ის სტარტაპებისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Future Lab-ისა და ბერკლის უნივერსიტეტის კვლევა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, კვლევის პროცესი შემდეგაც გაგრძელდება, რაც სტარტაპებს ვისი ფონდების მოთხოვნებზე დინამიკური დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს.